მოგესალმებით, ვიწყებთ ჩვენ ტრადიციულ გადაცემას. ჩვენთან დღეს სტუმარია პოლიტიკის ექსპერტი დავით წერეთელი, რომელთანაც განვიხილავთ იმ საკითხებს, რაც დღეს არის აქტუალური და მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოადგენს როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის, ვინაიდან საქართველოს საკითხი დღეს მსოფლიო ყურადღების ცენტრში დგას, როგორც ევროსაბჭოსთან, ისე ამერიკის ადმინისტრაციასთან და ისე სხვა მიმდინარე ჩვენ მეგობარ ქვეყნებთან ერთად. მოგესალმებით ბატონო და ჩვენ ტელევიზიაში, კეთილი იყოს თქვენი ფეხი პირველად. ხარია რომ გვესტუმრეთ და საინტერესოა რომ დავიწყოთ გაეროს გენერალური მდივნის მილოსვით პრეზიდენტისადმი და მთავრობისადმი არის თუ არა ეს ლეგიტიმაციის რაღაც ფორმა, რომელსაც ძალიან თქვათ ასე განიხილავენ ხელისუფლებაში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოდი დავიწყოთ ასე, ვფიქრობ. არის თუ არა ეს ლეგიტიმაციის მინიჭების ფორმა ან საწყისი, თქვათ, ლეგიტიმაციის შემდგომი თემის. არანაირად. საქართველო არის გაეროს წევრი ქვეყანა. ისევე როგორც ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ასე შემდეგ. გაეროს გენერალური მდივანი ვალდებულია რომ მიულოცოს ნებისმიერ ქვეყანას. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, მე რასაც ვხედავ, ლეგიტიმაციის მინიჭება ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის წარმოუდგენელია და ფაქტიურად გამორიცხული. არანაირი ლეგიტიმაცია არ იქნება. ის იმედები, რომლებიც იყო დაკავშირებული 20 იანვართან ტრამპის მოსვლასთან და ასე შემდეგ, ეს არის სულ ფუჭი. მსგავსი არაფერი არ იქნება. ჩვენ გველოდება ძალიან რთული ვითარება წინ. რა მხრივ? როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური. აი პოლიტიკურში რა იგულისხმება, რა გველოდება ვთქვათ, რომ კონკრეტულად. პოლიტიკურში იგულისხმება ესეთი მდგომარეობა. არ იქნება ლეგიტიმაცია. ვერ მივიღებთ ამ ლეგიტიმაციას. ხელისუფლება აღმოჩნდება დე-ფაქტო ვითარებაში. გამომდინარე აქედან მისთვის ქვეყნის მართვა გართულდება მით უმეტეს, როდესაც აი ორი თვეა ფაქტიურად ყოველ დღე ხალხი ქუჩაშია. მე მესმის, რომ ხანდახან ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ დაიღლება ხალხი, ვეღარ შეძლებს, არ შეუძლია უბრალოდ. კი ბატონო, მე მესმის, შესაძლებელია, რომ ოდნავ რაღაცა მუხტი მინელდეს, მაგრამ უნდა გვავიწყდება, რომ წინ არის, ასე ვთქვათ, გაზაფხული და ძალიან რთული ვითარება გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საკმაოდ სერიოზულად არის განწყობილი. რატომ არის სერიოზულად განწყობილი? მე შემიძლია ჩემი ხედვა შემოგთავაზო. კი, რა თქმა უნდა. თემა არის ძალიან მარტივი. საერთოდ ყველაფერი საბოლოო ჯამში დადის ეკონომიკამდე და ფინანსებამდე. აი ზუსტად ის გზა, რომელზეც ქართული ოცნება ძალიან აპელირებს და ძალიან ხშირად საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს გზა ჩინეთიდან მიმოვალი ევროპისკენ, არის ერთადერთი და უჩვენოთ არაფერი არ გამოვაჯერეთ, ერთადერთი არ არის, არსებობს აგრეთვე ზანგიზურის კორიდორი, რომელზეც რატომღაც ისეთ სიჩუმეა, არავინ არაფერს არ ამბობს და ზუსტად აქედან გამომდინარე ხდება ის ამერიკის ინტერესიდან გამომდინარე. რომ სომხეთმა ფაქტიურად შეიცვალა მიმართულება და დღეს უკვე საპარტნიორო ხელშეკრულება დადო ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ანუ ეს ორი ხაზი, რომელიც ერთი ზანგიზურის კორიდორი, მეორე შეიძლება საქართველოს. ამის კაპიტალიზაციას კი მე რო წავიკითხე, სიბათლე გითხრათ, ცოტა არ იყოს გავოგდი უკაცრავად 3 ტრილიონ ნახევარ ევროზეა საუბარი წელიწადში. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რომელი ზანგიზური? ზანგიზური და ორივე ერთად. წარმოგიდგენიათ 3 ტრილიონი. და აქედან გამომდინარე ამ ლუკმას, ესეც უკვე ლუკმას ხელიდან არავინ არ გაუშვებს. და არ ჩინეთს არ მიცემენ საშუალებას, რომ აქ ფეხი ჩადგას თავიდან ბოლომდე. მაგრამ ჩინეთი უკვე არის ამ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით და პორტის მშენებლობა, აი როგორ განიხილება. პორტი კეთდება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილია ტვირთბურთის ამბავი. თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბოლოო მიმღები ამ ტვირთების და მთელი ტვირთბურთის გახლავთ ევროპა და დასავლეთი, ეს მთლიანად. თუ მათი ნება არ იქნა და მათთან მოლაპარაკება არ იქნა, წარმოუდგენელი ხარ. ჩინეთის ურთიერთობა დასავლეთთან ჩვენ უნდა განვიხილოთ, ჩვენთან ხშირად ამბობენ, რომ ასე ვთქვათ, იგივე რუსეთი შეიძლება იყოს ალტერნატივა რამენაირად დასავლეთის. ეს აბსოლუტურად ფუჭი და ტყუილი იმედები ესეც, იმიტომ რომ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ჩინეთის ტვირთბურთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, ეს არის დაახლოებით 2 ტრილიონი. რუსეთთან არის ძლივს ავიდა ახლა 170 მილიარდამდე. ვერანაირად აი ერთმანეთთან დაკავშირებით ერთმანეთს ვერ გადაფარავს. ეს აქედან გამომდინარე ჩინეთი იძულებული იქნება ყოველთვის ანგარიში გაუწიოს დასავლეთს იმ საბოლოო მიმღებ პუნქტს, რომელიც მან უნდა მიიღოს. აქედან გამომდინარე ამერიკელების ინტერესი საქართველოსადმი და სომხეთისადმი არის სრულიად ლეგიტიმური და გასაგები.
საოცარია პირდაპირ, მაგრამ დღესდღეობით საქართველოს და სომხეთი ამოშთა ერთ კალათაში. ზუსტად აქედან. ეს საინტერესო ის არის და უფრო ძლიერი შეიძლება ტანდემი შეიქმნას ამ პირველია კი ბატონო. ძალიან სწორებული ტანდემი შეიძლება შეიქმნას. პლუს ყველაფერთან ერთად თურქეთიც კი იძულებული იქნება დაუთმოს ამას ანგარიში გაუწიოს და რაღაც დათმობებზე წავიდეს, რაზეც მიდის ჩვეულებრივად ბუნებრივად. და აი ეს ვითარება რომ რუსეთმა განაცხადა 3+3-ში საქართველოს მოგზაურესო კარიღია არისო მთელი ამბავი მოგზაური განაცვალეო ანტრე ბატონო 3+3 ეს არის დაახლოებით კარგი იყო დაახლოებით როგორი ვარიანტი იცით არაფრის აი ბრიქსის ვარიანტია რა არაფერს არ გავალდებულებს და არაფრის ასე ვთქვათ არა ბრიქსი უფრო სერიოზული ის არის საკურველია მაგრამ ბრიქსიც ფაქტიურად ხო ეს ორგანიზაცია აი ნებაყოფლობითი ასე სულად სამარიაჟო ორგანიზაციაა ფაქტიურად არა მეტია ბრუნვა და ის ევროპაზე და იმაზე ერთად აღებული ხო და ის თქმა მინდა ისეთ ბატონო გუბას ბრიქსი როგორც ასეთი აი გაერთიანება რაიმეზე ზემოქმედების მოვლენის მოქმედების ასე ვთქვათ ხარისხით მას არ შეუძლია ეს არის უბრალოდ გაერთიანება ეკონომიკური გაერთიანება რომელიც არ პრინციპში არც არაფერი თუ გახსოვთ თქვენ 1-2 წლის წინ იქ 31-ში 31 აგვისტოს დოლარი დამთავრდება და ეს თელი ეს არაფერი მსგავსი არ ხდება და 3+3 არის დაახლოებით მცირე ბრიქსის ვარიანტი რომელიც ნუ რუსეთს ჰქონდა ზუსტად იმის იმედი რომ აი ამ ზანგიზურის კორიდორით ასე ვთქვათ ზემოქმედებას მოახდენდა რაღაცაზე და ამ ირანთან ერთად თქვა და თურქეთთან ერთად რაღაცა ამ ნამსხურის ნაჭერს თავისთვისაც მიიღებდა მაგრამ ხო ნახეთ რო არ გამოვიდა და ვინ შეშალა ვიშეული ეს თირამების ჩაშლა სოფლიოში ერთ-ერთი ქვეყანა არსებობს რომელსაც ძალუც ეს გადაწყვეტილებების მიიღება კი და აი ეს თვითონ ის ტრამპის დამოკიდებულება ჩინეთისადმი ჩინეთის გემები აქ არ დავინახო პანამას სრუტეშიო ეგ ძალიან საინტერესო თემაა და ზოგადად მე ცოტა განსხვავებული ხედვა მაქვს სიმართლე რო გითხრათ ხო არ მოუჭერს ტრამპი ამ ჩინეთის პოლიტიკას ჩვენ რომ ეს აი ამ კითხვის პასუხამდე რომ მივიდეთ მცირედად უნდა გადაუხვიოთ და შევხედოთ იმ მდგომარეობას თუ რა ხდება და რა უნდა დღეს ამერიკას ტრამპი ეს არის ზუსტად იმ ამერიკის ელიტის გადაწყვეტილება ამერიკის ხელახალი დომინაციისა მთელ მსოფლიოში რაღაც გარკვეულ მომენტში ამერიკელებმა ცოტა მიიძინეს ასე ვთქვათ რა ფაქტიურად აღარ დარჩათ მოწინააღმდეგე ისეთი რომელთანაც ღირდა ვთქვათ ჭიდაობა იმ 80 საბჭოთა კავშირის განგრევის შემდგომ და ასე შემდეგ და დღეს უკვე რომ დაინახეს რომ ჩინეთი მომძალდა საკმაოდ რუსეთმა ნუ რეები ჩაიდინა კი იცით ახლა თქვენს და ყველა ის აბსოლუტურად აქედან გამომდინარე ამერიკის ელიტამ გადაწყვეტა დამთავრდა ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გადავიდეთ დავანახოთ მთელ მსოფლიოს ის თუ რას წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერი ამერიკა make America great again ანუ გავხადოთ ამერიკა ისე ძლიერი აქ არის ერთ საინტერესო საკითხი ჩინეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის დათმობა რაც შესაძლებელია რეალურად ეს ამაში არაფერი სასწაული არ არის იმიტომ აი როგორ უნდა წარმოვიდგინოთ იცით აი ჩინეთი ეს არის უზარმაზარი ქარხანა საწარმო რომელსაც როგორც ნებისმიერ სხვა ქარხანას ჭირდება თავის ბუღალტერია ჭირდება თავის დირექცია აი ამ საწარმოს ეს დირექცია და ბუღალტერია არის დასავლეთი ძალიან რთულად ძალიან მძიმედ შეიძლება წარმოიდგინო რომ ამხელა ქარხანას და ამხელა ბუღალტერიას ადგენენ და დაანგრევენ ამის გულისთვის. მსგავსი არაფერი არ იქნება. ესენი მოილაპარაკებენ რაღაც გარკვეული ბონუსებისთვის, მაგრამ ერთადერთი ქვეყანა, რომლის ხარჯზე შეიძლება მათ მოილაპარაკონ, არის რუსეთი. ის რუსეთს ვერ ავსეთ. ხო არა, ვერ ავსებით, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა ეს. და საიდან მოხდა პანამის იმაში ეს ჩინური გემები ეს? ამდენი ამ რაოდენობით. ფულია ჩვეულებრივ. ფულია ფულს იხდიან ჩვეულებრივ, იქ რამოდენიმე პორტიც აქვს და ჩვეულებრივ თანხებს იხდიან დიდიან, მაგრამ ეს თვითონ პანამის თემა რო განვიხილოთ, პანამის არხის, ეს არის ამერიკელების გაკეთებული თავიდან ბოლომდე. და ტრამპის სურვილი დაიბრუნოს უკან, ეს არის სრულიად ლეგიტიმური. $1 გადასცეს მართლა ეხლა რა ეს პანამის არხი პანამას. მაგრამ ის რომ ჩვენი შტატი გახდეს ეგ ხო ცოტა утоპიური ის არის. აი გრენლანდია შესაძლებელია. გრენლანდია ცხოვრების არის დანიის. გრენლანდია არის დანიის სამეფოს დაქვემდებარებაში და გრენლანდიაში ცხოვრობს სულ 70,000 თუ 72,000 ადამიანი. ხა ტრამპს აქვს ესეთი თემა. მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდიის ასე ვთქვათ პრემიერ-მინისტრი ამბობს რომ არ გამორიცხულა და ასეთი რამე არ იქნება, ის შეთავაზებას გეტყვით, რაც ახლა ღიაა და დამალული არ არის. თუ გრენლანდია გადაწყვიტავს მისი მოსახლეობა რომ შემოვიდეს ასე ვთქვათ ამერიკული შეერთებული შტატების შემადგენლობაში, ყველა ოჯახი მიიღებს $1 მილიონ. ყველა ოჯახი აბსოლუტურად. ხო. წარმოვიდგენიათ ხარისხის შეთავაზების და ეხა
დაფიქრდით და გრენლანდიის თემა თვითონ და თვითონ გრენლანდია შეუძლია მის გადაწყვეტა დანიის რეფერენდუმი პრობლემა არც დანია არ დაიწყებს არაფერს დამეწმო დანიამ სხვათა შორის არაფერს თქმა არ მინდა მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს 4 საათიანი წინააღმდება გაუწია ვერმახტს მეტი არა ხო ნახე სუსტი ქვეყანა იყო და ხო სუსტი ქვეყანა ფინანსებიც აქვს სხვა დანარჩენმა ეხლა წონით კატეგორია სხვადასხვა ხო და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რისთვის არის საჭირო და რა თუნდა ხო გრენლანდია ეს არის ყველა საერთოდ ჯერ ერთი რომ ფაქტიურად ეხაც ყავს იქ ეხაც აქვს ბაზები ამერიკის შეერთებულ შტატებში იქ მაგრამ თუ რეალურად ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები განათავსა იქ ფაქტიურად გამოდის რომ აი ამერიკის შეერთებულ შტატების აქედან მხარეს ფაქტიურად იცავს ვერავინ ვერ დაემუქრება რა და გარდა ამისა არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემა რომელსაც რატომღაც ყურადღებას არ აქცევენ თვითონ გრენლანდიაში ხო იცით ცივი ჰავაა და ძალიან თემაა და აი ამ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე როდესაც პირდაპირ თქვა რა რომ სერიოზულად რო ამუშავდეთო დღეს რასაც გამოიმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატები ელექტროენერგიას ორჯერ მეტი ჭირდება რომ სერიოზულად განავითარონ ამას ხომ წარმოგიდგენიათ რომ ხელა გაგრილების სისტემა ჭირდება და გრენლანდია ფაქტიურად არის გამზადებული მაცივარი ხო არ ჭირდება ჩაყრიანი ბევრს რომ დამთავრებულია ანუ გრენლანდიას მე ვფიქრობ რომ ეს ტრამპის გადაწყვეტილება კი არ არის ხო ეს ნაფიქრია კარგა ხნის ეს არის კარგი დიდი ხნის ნაფიქრია ფიქრობენ ამაზე აკეთებენ და გადავიდნენ უკვე ექსპანსიაზე და იმაზე რომ აჩვენებენ თვითონ სოფლიოს ჩვენ რა შეგვიძლია ხა თუ სიტყვაზე ვინმე სხვას შეუძლია ეს რევიზიონისტული პოლიტიკა აწარმოოს მიუხედავად იმისა რომ თქვა სიტყვაზე 1.3 აქვს სოფლიო ეკონომიკის ხვედრი მისი თქვა რომელიმე ქვეყანას და აქეთ არის მონსტრი რომელსაც 62% აქვს ძალიან რთულია მას წინააღმდება გაუწია და პლუს კიდევ ერთხელ გეუბნები რატო გაუწევენ წინააღმდეგობას მილიონს პირდება თითო ოჯახს და ილონ მასკიც მაგიტომ ყავს არა ნუ ილონ მასკი კიდე ცალკე მოცემული არა ნუ ეს ეკონომიკური მასში ხო შედის პროგრამაში მათ იცით აი ძალიან საინტერესო თემაა ტრამპი თუ გახსოვთ მისი მოსვლა რა მისი მოსვლის პერიოდი ტრამპს ძალიან რთული მილიარდერს კი ეძახდა საკუთარ თავს მაგრამ ძალიან რთული არასახალბირო ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა ასე ვთქვათ რა მისი საუბრები მის შვილის საუბრები 2000 წლების დასაწყისში ვთქვათ როდესაც ამბობდა რომ ფაქტურად რუსეთმა გვიხსნა ჩვენ ბანკროტებისგან რომ რუსული ფულის ხვედრი წილი ჩვენს კომპანიაში ძალიან დიდია და ასე შემდეგ ეს არის 2008-2009 წელი მისთვის ძალიან რთული იყო ეს სუბოლოს ახლა როდესაც გადასახდელი ჰქონდა ტრამპს ფული ეს ზალოგ როგორ არის ქართულად როგორ არის ხო ნუ გასაგებია სულ ყველა მას სესხება მოუწია ეს 100 მილიონი არ ჰქონდა ფაქტურად დღესდღეობით 48 საათში ხარ ვიცი ხარ თუ არა საქმის კურსში ჩვენი მაყურებლები თუ არიან ტრამპმა 48 საათში თავის ვალუტა რო გამოუშვა კრიპტოვალუტა ხო 25 მილიარდი დოლარია მის ასეთო ანგარიშებზე კი ბატონო წარმოგიდგენიათ რამხელა ეს არის ზუსტად ის კონგლომერაცია ის 20 უზარმაზარი კომპანიის big data-ს რო ეძახიან კრემნიევი და ლინა 20 უზარმაზარი კომპანიის ასე თქვა დახმარებით და ასწავლეს ბევრი რაღაცა ასე თქვა როგორ შეიძლება გააკეთო ისე ფული რომ ძალიან ბევრიც არ დაიტვირთო აქედან გამომდინარე ტრამპს ხელები ძალიან ბევრი მიმართულებით გაეხსნა ხო რა თქმა უნდა ხა ამ ხელს სახელმწიფოს ლიდერია ყველა სახელმწიფო უძლიერესის და პლუს ყველაფერთან ერთად ტრამპი გახდა ვალნერეზი ასეთ აი ყინულჭრელი გემი რომელიც გაიტანს ამ სიტუაციას ყველაფერს თავიდან ბოლომდე და დაალაგებს ისე როგორც საჭიროა ყველა სოფლიოში აჩვენებს ყველას თუ ვინ არის უფროსი და აქედან გამომდინარე შემდგომში ვინც მოვა ის ჩაატარებს უკვე ასე ვთქვათ კოსმეტიკურ რემონტს ხო და აქედან გამომდინარე თვითონ მექსიკის საზღვარზე ჯარის განლაგება იქ მის რა ქვია კედლის მშენებლობა რომელიც შეჩერებული იყო თავის დროზე ეს შესაძლებელია გახდეს შესაძლებელია ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და გეტყვით რატომ აი ხა გუშინდელი ამბავია არა ხო და დაიწყეს არალეგალების გამოშვება მაგას ყვები რა იქ ქართველებსაც ექნებათ პრობლემები ხო ალბათ ყველას ექნება აბსოლუტურად პრობლემები ვინც არალეგალია იქ 20% ქართველების არალეგალია ხო სამწუხაროდ ეგრეა ეს შეხედეთ კოლუმბიის მაგალითზე რა მოხდა რა ხო ყველანი ამბობენ რომ ჩვენ მაგრები ვართ ხო დაიწყო ამათი გაშვება თვითმფრინავებით ხო კოლუმბიამ გამოაცხადა არა ჩვენ არ მივიღებთ აქეთური ტრამპმა უთხრა კი ბატონო არ მიიღებთ კი ბატონო ტარიფებს აგიწევთ პრობლემებს შეგიქმნით სანქციებს დაგადებთ რამდენი ხანი გაძლევთ იცით კოლუმბიის პრეზიდენტმა 59 წუთი 59 წუთის გავლის მერე დაჟე შესთავაზა რომ ჩვენ თვითმფრინავს გამოუშვებთ რომ თქვენ არ შეგაცხებთ ხო წარმოგიდგენიათ უბრალოდ ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ არ გათვალისწინება ამერიკის სიძლიერის არ შეიძლება ეს არის დამღუპველი და აი ზუსტად ჩვენ თავს დაუბრუნდები ძალიან დიდი ხანია ამას ვამბობ ის ანტიდასავლური ისტერია
პრინციპში ანტიამერიკული ისტერია, რომელიც დღეს არა მარტო დღეს საქართველოშია დაკოკილი გაურკვეველი მიზეზით, ან სრულიად გარკვეული მიზეზით, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, არის დამღუპველი ამ ქვეყნისთვის. და რატომ? დღეს იმ საფრთხეების ნიველირება, რომელიც არის ჩვენს გარშემო, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ საფრთხეების ნიველირება შეუძლია, გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები. არანაირი ნატო, არანაირი ევროკავშირი. კი ბატონო, ეს ყველაფერი კარგია, შევეით ევროკავშირი ასე შემდეგ, მაგრამ მე ძალიან დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობ, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ შევძლოთ და მივახციოთ, დავდოთ სამოკავშირეო ხელშეკრულება, არასაპარტნიორო, ამ სამოკავშირეო ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ტაივანის, სამხრეთ კორეის, ან თუ გნებავთ, რა ვიცი, იაპონიის მსგავსი, ისრაელი ძალიან მაგის მსგავსი ხელშეკრულება გასმით, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც აი ეს ზედმეტი ლიბერალიზმი, ზედმეტი უფლებები და ასე შემდეგ არის მოკლინებელი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ მგლების გარემოცვაში. მგლებიც უნდა ვიყოთ აქედან გამომდინარე. მე ხშირად მეკითხებია, რომ დათო, რატო აკრიტიკებ ოცნებას, რა ომი გინდაო? ერთი არა ჭკუად ყოფილ ადამიანს შეიძლება ომი უნდა. ეს მაგათი წამოვიჩამგდებული ლეზუნგია. კი ბატონო, ეს მათი ლეზუნგი, კი ბატონო. და ისარგებლებს საკმაოდ. არა, ომის საფრთხეც რეალურად არსებობდა, კი ბატონო, და ყოველთვის არსებობს სოციალისტი მეზობელი ყავს გვერდზე, მაგრამ მე რომ ხედავდო ეხლა, რომ ჩვენი ხელისუფლება რეალურად ემზადება, მე არ აი სამი დაუწერელი კანონი არსებობს, სამი აქსიომა. პირველი იმედი კონდეს უკეთეს, მაგრამ ემზადე უარესისთვის. მეორე, გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის. ესეც აუცილებელია და მესამე, თუ არ გინდა შენი ჯარის შენახვა, აუცილებლად მოგიწევს უცხო ქვეყნის ჯარის შენახვა საბოლოო ჯამში. რომ ხედავდე, რომ ჩვენი ქვეყანა ავად თუ კარგად ემზადება, ცდილობს თუნდაც კონფლიქტისთვის, რომელიც შეიძლება საერთოდ არ მოხდეს, მასაც არ ამოვიღებდი საბოლოო ჯამში, იცით, მაგრამ ამას რო ვერ ხედავ, გარკვეულწილად შეშფოთებას იწვევს ეს გლობალიზაცია. ყველაზე სუსტი ჯარი ამერიკა გასცეს. ყველაზე სუსტი ჯარსაც თავი გაანებეთ. ამათ როგორი პოლიტიკა აქვს, იცით, ჩემ დასამწუხაროდ, აი ძალიან მარტივად ვიტყვი. ესენი ფიქრობენ როგორ? ან არ ფიქრობენ და მიზანმიმართულად აკეთებენ ამას. ეს კი ადამიანი ტიპის ძიძა ფიქრობს, რომ ნიანგ საჭმელს ვაჭმევ მოდი და იქნებ არ შემჭამოს. არა და შეგჭამს აუცილებლად როგორ რომ მოშევდება ხო? იმ მარტივ მიზეზით ცოტა ხნით არ შეგჭამს ხო? ამიტომ ნუ ვიქნებით მიამიტები რა. საქართველოს ვერასოდეს ვერ დაამარცხებს რუსეთს. ვერასოდეს. სხვადასხვა წონითი კატეგორიებია, მაგრამ საქართველოს შეუძლია ისეთი ჯარის შექმნა, რომ რუსეთი კი არა ნებისმიერი სხვა ჩვენი მეზობელი, რომელიც ყველა დაღებული ხახით გვიყურებს. ყველა 10 ჯერ უნდა დაფიქრდეს, სანამ ნაბიჯს გადადგავს იმ მომლოდინე ზიანიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს შეიძლება მივაღებინოს. ძლიერი ჯარი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა და მაგის თანხები საქართველოს ხო არა აქ და ამერიკასთანაც გაფუჭდა ურთიერთობა ჯერჯერობით დროებითი ალბათ. ამერიკასთან ეს დროებითი, ამერიკასთან აუცილებლად დროებითია ხო გადატვირთვა და სხვა გზა არც გვაქვს უბრალოდ. მაგრამ რუსეთი რომ ხო ხედავ როგორ ერევა იმაში და აიძულა ხელისუფლება რომ შეეჩერებინა ყოველგვარი ურთიერთობა დასავლეთთან. ახლა იცით, რუსეთი ამასაც ხო თავისი ის აქვს. რუსეთი თავისას ცდილობს თავისას ცდილობს, მას თავის ქვეყანა აქვს იმ პუტინს და ცდილობს თავის ქვეყანა დააყენოს ისეთ დონეზე და სოფლიოში მას ახლა თავისი აზრები აქვს, ძალიან ტკივა რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთის იმპერია თავისი ხედვები აქვს და ამას ცდილობს. მოძველებული, რასაკვირველია, მისი ეს ცდილობები, ეს არის ფუჭი. თუმცა მე ხა აი პირდაპირ ალბათ ვიტყვი. გასაგებია რომ ფინანსთა ფინანსთა სამინისტრო რუსეთის გუშინ გამოაქვეყნა მათი ანგარიში, ასე ვთქვათ, რამხელა დეფიციტი ჰქონდათ 2024 წელს. მოლოდინი იყო 1.600 მილიარდი რუბლის, რეალურად აღმოჩნდა 3.9 ტრილიონი რუბლი. ეს არის კატასტროფა, კი ბატონო. თუ გავითვალისწინებთ იმას, აი ეს ფონდ ნაციონალურმა ბლაგასასტაიანია რო აქვს, სადაც 9 ტრილიონი ჰქონდათ აკუმულირებული, არა ლიკვიდური აქტივების გარდა. სულ დაჩათ 3.8 ტრილიონი რუბლი. მეტი კი აღარა. 9-დან 3. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ტრამპმა ეხა ეს ბაიდენმა სერიოზული სანქციები დაადო ამ ფლოტს. მიუხედავად იმისა, რომს გადაუკეტო სრუტეები, თქვა ჩავ ზღვაში, იმ ბალტიის ზღვიდან გასასვლელიდან ის რუსეთს რომს გადაუკეტოს ამერიკის შეერთებულ შტატებმა. კიდე ერთხელ ვიმეორებ. ფიქრი იმაზე, რომ რუსეთი უცებ ერთ წამში ჩამოინგრევა, არა. რუსეთს აქ უზარმაზარი რეზერვი აქვს ერთადერთი მხრივ. მას შეუძლია, თქვენ გეხსოვებათ ეხლა მე მახსოვს 61 წელი არა, მაგრამ ხო ვიცით რომ 61 წელს საბჭოთა კავშირმა როგორ შეცვალა ფული და რამხელა ფული ამოაცალა მოსახლეობას, ხო? ხო, ერთიანზე 91-ში რაც მოხდა, ხო გახსოვთ? იგივე გაკ. ეხლა თავისუფლად შეუძლია რომ გაძარცვოს თავის მოსახლეობა, როგორც არაერთხელ უქნია და 1-2-3 წელიწადი მას კიდე ძალუც რო იომოს. აქ თავარი რა არის? უკრაინა გაძლებს ამდენი ხანი დახმარების გარეშე ვერ გაძლებს. მაგრამ აქ უკვე მეორე მომენტი ითვლება. თუ ვერ გაძლებს, მაშინ ტრამპისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა ამისთვის. იმიტომ რომ ხო, ტრამპი სულ იმაზე აპელირებდა და საუბრობდა, აი აღარ ერთად როგორ გამოიქცა ბაიდენი, მაგრამ მისთვის ახლა უკრაინის кейსის
ასე ვთქვათ, უკრაინის ქეიში დამარცხება ჩირივატა ბუჟბუჟი. არა, მაგრამ ხო განაცხადა, რომ პირველ რას გავაკეთებ, ომი აღარ იქნებაო და მოვაგვარებ ამ საკითხსო. ბატონ გუბას. არა, ხო დადო პირობა, რომ საარჩევნო რიტორიკა და რეალობა ხო იცით რომ სხვადასხვა რამეა, მაგრამ ტრამპი ახლა შეიძლება გეგმაც გქონდეს ახლა ჩვენ. აი გეგმა, ახლა ბოლოს ახლა საუბრები მიდის სერიოზულ დონეზე, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი გეგმის გარშემო, რომელიც გულისხმობს აი ესეთ ვარიანტს. დღეს ვკითხულობდი ზუსტად მაგასთან დაკავშირებით. ესე იგი, უკრაინა დებს პირობას, რომ ვარშავა ნატოში, ასოდეს. უკრაინა, ეს ლინია разграничения ხაზი რჩება იქ, სადაც არის, სადაც შეწყდება მოქმედებები საბრძოლო. რუსეთს დარჩება ის, რაც აიღო? დარჩება როგორ ამაზე ელაპარაკი. აი გაიყინება, ამას არავინ არ ცნობს. როგორც აფხაზეთი. ხო, ეს არის უბრალოდ მონახაზი. ჯერ არავინ არ იცის ეს რეალობაა თუ არა, თუმცა ამაზე საუბრობენ. აჩვენებს 80 წლის გენერალი როა ეს კელოგი ტრამპმა როდესაც ხო დანიშნა უკრაინაში და ყველაზე საინტერესო არის მან. მეორე კიდე სხვა პუნქტებია რომ სამშვიდობო ჯარები უნდა გალაგდეს ევროკავშირის და ამერიკა ჯერ უარზეა, მაგრამ ბრიტანეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები და გერმანია. ეს ლაპარაკი არის დაახლოებით 120-130,000 კაცი. ეხლა მე არ ამგონია, მე ვფიქრობ რომ ეს მოხდება, მაგრამ პუტინი ამაზე წარმოუდგენელი რომ დათანხმდეს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ გარდა იმისა რომ ისედაც ვერაფერს ვერ მიაღწია იმ ასე თქვა დაპირებებიდან და იმ მოლოდინებიდან გამომდინარე. კიდე ჯარი ჩაუდგა ჯარი რო ჩაუდგონი ეს კაპიტულაცია. მაგრამ რო ეს სამეთ რო წარმოიდგინოთ რომ სიტყვაზე გუდერიანმა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო რა ბრესტიდან, არამედ ხარკოვიდან. ამგზნია გამხელა. სხვა ვითარებაა და ამიტომ ძალიან საინტერესო, იმიტომ ითხოვა ტრამპმა ეს 100 დღე, ისმენთ? ხო, რომ გააჩერა ყველაფერი და გააჩერა ყველაფერი და ეხლა შეხედავთ, ეხლა წავა საუბარი და ვაჭრობა რეალური რა მოხდება და დიდი იმედი მაქვს რომ ამ ზდელკა ეგრეთ წოდებული რაც ეძახიან ვაჭრობაც ხდება, აი ზდელკა ეს მდგომარეობა დიდი იმედი მაქვს რომ საქართველოს кейსიც მაგ ვითარებაში იქნება და დღის წესრიგში საქართველოს თემაც დადგება. მე შორს ვარ იმაზე რისგან არ ვამბობ რომ 100%-იანად ჩვენ უკვე დავიძვრნეთ თავი. რუსეთს შესწევს ზალა, აი შესწევს ზალა რომ თვითონ დაიღუპოს, მაგრამ ჩვენნაირი ჩაგვიყოლიოს თან. ეს ნამდვილად, მაგრამ ახლა რუსეთი ჩვენ არ გამოვა იმიდან, რა ქვია, საქართველოსდან და სამაჩაბლოდან. ასე იმით, რა ქვია. იქ ომი ის სხვა ვარიანტია, იქ ომია და იქ ცეცხლის გაჩერებაზეა საუბარი და აქ არც ომია და არც არაფერი. აქ არის ძალიან მარტივი, ჩემი გადასახადი. საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის ფულამდე რა. რუსეთი წავა იმ შემთხვევაში თუ მას ექნება ხეირი რაღაცა ფული. ის რომ რუსეთში ძალიან კარგად იცის რუსეთს ელიტამ და პუტინმაც მათ შორის რომ ამ სიტუაციაში ამ ზანგიზურის კორიდორის და საქართველოს კორიდორის ევროპასთან ეს გზა რომ 3 ტრილიონი ნახევარ დოლარის წილში მას არ ჩატოვებენ ძალიან კარგად იცის. რა ჩატოვებენ ხო არ გადის არც ჩატოვებენ, მაგრამ ის ჩემი აზრია მე რომ ეს აქსიომაა რა. ის ფიქრობს ეს უყურებს ესე რა რომ აი მე თუ არ გადამიხდით ან რამე ხეისა ან სანქციებს არ მომიხსნით რაღაცას ან თანხებს არ გადამიხდით ან კიდე მილიონი შეიძლება რაღაცა მოიფიქრო ადამიანმა შეთავაზების ვარიანტში. მე მაგ იმდენი ძალა რომ საქართველოს თვითონ ქართველებს დავანგრეინო რა. კი აბატონო, ანგრევენ კიდეც. ხო, აი ესეთი მდგომარეობებია და ეს რთულია. მით უმეტეს, როდესაც მოგწონს არ მოგწონს ეს სიმართლეა რა. ჩვენი ელიტა ფაქტიურად მიმმულია. ელიტის ნაწილი, მინდა ვიმედოვნებდე, ფაქტურად მიმმულია ეკონომიური ინტერესებით კრემლს. ჩვენ და სამწუხაროდ, მეტი პროდუქცია გადის რუსეთში და არა მარტო 1800 პირველი წელი არ მოხდებოდა ჩვენი ელიტა იმდენზე რო ყოფილიყო, რადგანაც უნდა ყოფილიყო. რო არ ეღალატა ამ ქვეყნისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს აღარ განმეორდება კიდე ერთხელ, მაგრამ ფაქტია რა. ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და ეს მეჯლისის ცეკვა მომაკვდავთან რუსეთს გულისხმობს. ძალიან ცუდია რა და ეს ალკაჯევის და მე რას მივიღებ ჩვენ აქედან? ხო არაფერს. ზიანის მეტი აგერ ბატონ თელმა მსოფლიომ გამოგვიცხადა ძალიან რთულია. ეს საქმეა. აი კიდე ერთხელ ვამბობ რა. არ იქნება ძალიან მარტივია. მთელი ეს ლაპარაკი რომ ჩვენ სუვერენიტეტი მინდა და ცალფეხზე არ დავდგები და და მთელი ეს ფარისეულური საუბრები არის ერთადერთი. ძალიან უმარტივესია. არ იქნება დასავლეთის პოლიტიკური ქუდი, იქნება დაშლილი დაქუცმაცებული საქართველო. იქნება რუსეთი იმავე წამს და რუსეთი რაც მოიმოქმედებს ამ სიტუაციაში, ჯარშემ მოიყვანს, მიერთებს როგორც გუბერნიან ობლასტს ერთ-ერთ საქართველოს დაშლის მარტივ მომრავლებად ამ ყიდვას ვერ ნახავს ჩვენს რეგიონში. არ მიერთებს, სხვა დრო არის გასულა. კი ბატონო, მაგრამ ყირიმი ვერ მიერთა? ვერ მიერთა.
ეს ყმ ისტორიული ის არისო და ხო ისტორიული ის არ არის. არა, რატო? დაანთავისუფლად შეუულია თქვა, რომ ერეკლებ FM თხოვა ესენი. ჩვენ ხო ისეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს ქვეყანა, რომ ჯერთი საშილად გაყალბებულია ყველაფერი. და პლუს ყველაფერთან ერთად მოსახლეობამ არც იცის, იმიტომ რომ არავინ არ აწვდის ამას. გიორგი ერკვის ტრაქტატზე რო ლაპარაკობენ, ორიგინალი ნახავი მე. ორივე პირი რომ მათ აქვს წაღებული, რატომ? და რასაც უნდა იმას გვეუბნებიან. რა თხოვა ერეკლებ, რა არ თხოვა, ეს ხო არაფერი არ არის. ფარველობა თხოვა და არა სახელმწიფოს გაუქმება, ხა მაგაზე ვინ წავიდოდა, მაგრამ ამგენმა გააუქმეს. ბატონო, ერეკლებ თხოვა პარტნიორობა. ხო. მაგრამ ესენი შემოვიდნენ და გაგვიუქმეს ყველაფერი. სხვა შორს აღარ წავა ხა კიდე რეები ჩაიდინეს. რაზეც არცაც საუბარი არ იყო მაგასთან დაკავშირებით. აი, ყოველთვის ერთ რამეს მაგრამ ეხლა არის ხო, საუბრობენ. ხა ისტორიას აყალბებდნენ, გასაგებია საბჭოთა ეს იყო იდეოლოგია იყო. მანამდეც აყალბებდნენ ჩემო ბატონო. ეგენი სულ აყალბებდნენ. მთელი მათი ისტორია არის სიყალბეზე შექმნილი, ჩემო სამწუხაროდ. დაწყებული, რა ვიცი მე, ბოროდინოს ბრძოლიდან კი არა, იმის იქით კიდე რა. კარამზინს დააწერინეს და რო ეტყვი რომ კარამზინი კი არა, კარამურზა იყო. მადალი იყო. ამბობენ არა, როგორ არა კარამურზა იყო. რო ეტყვი რომ ბორის გოდუნოვი გოდუნ იყო. ბორის გოდუნ და თათარი იყო, არა არ იყო და ეხა ასე ძალიან ძნელია. საერთოდ რუსეთის იმპერიას ყოველთვის მართავდნენ არა რუსები. გერმანელები ფაქტობრივად გერმანელები იყვნენ. ივანე მრისხანე იყო ჩინგიზიდი პირდაპირ. ბორის გოდუნ მრისხანე თუ ის იყო რა ქვია პოლონელი იყო და მრისხანე იყო ჩინგიზიდი პირდაპირ მონღოლი იყო. გოდუნოვი იყო თათარი. პეტრე კი იცით ახლა აღარ ვიდე ხა ხო ქართველი ხო წარმოადგენა მისი დედა ნარიშკინა იყო ყირიმელი თათარი შემდგომში ეკატერინა უკვე გერმანელები და შემდგომში და სულ გერმანული შტო იყო ხო რუსიელები და გერმანელები რომლებიც სახელებს იხმებდნენ უბრალოდ რა კი ახლა უნდა დაერქვათ რუსული სახელები მაგრამ ეგ ცალკე ტრაგედია ეგ რუსიერის ცალკე ტრაგედია კი ბატონო და შეიძლება ზუსტად ამის გამოა გამოწვეული ის გაყალბება რომელსაც ისინი მუდმივად აკეთებენ იმიტომ რომ გარკვეულწილად საკუთარი თავი დაისვან და საკუთარი თავი წარმოაჩინონ რაღაცა მძლავრებად ეს ხო მათი ეს ხო მათი სიძლიერე იმპერია ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა ეს მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ ლენინი ხო თათარი იყო გასულ და ლენინი უდმურტი იყო ჩვენ უდმურტი და გერმანელის ხო ებრაელი ყავდა დედა ხო რუსკი ებრაელი კი რომელი ერთი ვთქვა ნუ კიროვი და რა რომელი ერთი სტალინი იყო ხო კი ბატონო რომელმაც შეუქმნა ფაქტიურად ყველაფერი და დაუტოვა იმიტომ რომ გენიოსი იყო იქიდან გამომდინარე რომ პოლიტიკას ჭრედდა ნორმალურად და იცოდა ვიზე გაეკეთებინა ფსონი ხო აქცენტი ეხლა ჩვენთან არ უყვართ საუბარი მაგრამ გიტლერი და სტალინი მოკავშირეები რო იყვნენ რა ტყუილია მაშინ რა პოლონელი ერთი მაგენმა არ გაიყვეს მაგენმა გაიყვეს კი ბატონო და ყველა სასწავლო ამბავს გეტყვით როდესაც ყლება მიდიოდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტთან დაკავშირებით იყო საიდუმლო ნაწილი იყო გარდა იმისა მოკლედ რუსეთმა არა გვაქვს ჩვენს რომ დაიკარგაო რა და გერმანელებს აღმოაჩნდათ ომში დამარცხებულ გერმანელებს აღმოაჩნდათ ეს საიდუმლო ნაწილი სადაც წერია იქ როგორ უნდა მომხდარიყო აღმოსავლეთ ევროპის გაყოფა ხო და რუსული ნავთობით დაიპყრო გერმანია მთელი ევროპა აი ეშელონებით გადიოდა საწვავი ხორბალი უამრავი რაღაცა იქიდან მაგრამ აი შეხედეთ რაში გამოიხატება სტალინის აი ჯერ ერთი როდესაც ეს პაქტი დაიდო თავდაუსმელობაზე და როდესაც ეს ეშელონებით გადიოდა მეტალის და ძალიან ბევრი რამე სტალინმა ესეთი რამე უთხრა რომ მომეცითო 2-2 3-3 მეგზებლები თქვენი უახლესი შეერაღების იქიდან წამოიყვანა თვითონები იუნკერს 87-ები, ჰეინკელები, სტანკეტკები, რომლებიც შემდგომში და ასე შემდეგ. აი ამას აკეთებდა. რაღაცეები ეს უახლესი ტექნიკა წამოიღო და მაგის საფუძველზე შექმნა მე ძალიან ბევრი რამე ხა მე მეცნიერება ხოლმე რომ ამბობენ რომ T-34 ტანკპაბედი. კი ბატონო ტანკპაბედი იყო, მაგრამ ეხლა T-34 რო დაშალოთ, გაიგებთ იქ დულა ამერიკელების მიერ გაკეთებული. ხო, იმის ის ამერიკული აწყობა მოხდა რუსეთში, ხო, ატოშნის ვორკა მოხდა. ის ქარხნები, რომლებზეც აპელირებენ ჩელიაბინსკის, ვოლგოგრადის და შემდეგ სულ იქიდან ჩამოტანილია ფორდის ქარხნებია. ხო. ეს არის გოლდომორი რომ ამერიკა და ინგლისის ისინი. ამერიკა უფრო და აი ეს გოლდომორი და რაღაცები რომ მოხდა, ეს იყო ზუსტად იმის გამო, რომ მაშინ კრიზისი იყო და ეს ხორბალი და ის ამას ყიდდნენ მაქსიმალურად იაფასებში, რომ ეს ქარხნები ინდუსტრიალიზაცია რომ მოხდა. გამოსავალიც არ ქონდა სხვა. მაგრამ კი გააკეთა ეს შექმნა ამ ხედა მონსტრის სახელმწიფო შექმნა ხო ფაქტიურად ახლა საბჭოთა კავშირი მოგწონს არ მოგწონს ცით მასთან ერთად იალტის ხელშეკრულება სტალინთან გამოსავალიც არ იყო სხვა იმიტომ რომ აბატიეს და ბერლინში და ვენაში ყავდა ამის ჯარები და პრაღაში ხო ის ფაქტორი იყო და ახლა
პუტინთან რატომ უნდა მოაწეროს, რატომ უნდა გაიყოს ვინმე მსოფლიო და რატომ უნდა დაფიქდეს ჩინეთი და ამერიკა, რომ პუტინთან გეოპოლიტიკას და ახალი იალტა მოაწეროს. რაღაც ახალ შეიარაღებაზეა ეგ ლაპარაკი. აბდეენკას ვერ გასტა ჩემო ბატონო. რაღაც რაკეტას და წყალქვეშა ნავზეა საუბარი, უახლესი, რომელიც არავის არ აქვს ჯერ მსგავსი ანალოგია. ანალოგია, ხო, ნუ ეგენ სუეგრე არიან არმატა და არეშნიკ და რა ვიცი. არეშნიკი დაშალეს და აგერ კი აღმოჩნდა რაც არის საბოლოო ჯამში, ხო? ბეუნაწილები დაწყობილია რაღაცა რა. ასაკვირველია მე კიდე ერთხელ რუსეთი რა ჩემთან შედარებით და სხვასთან შედარებით საქართველოს რაღაც ქვეყნებთან შედარებით ასაკვირველია მძლავრი სახელმწიფოა, მაგრამ ის პრეტენზია ზეს სახელმწიფოებაზე, რომელიც მას აქვს, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ვერც ეკონომიურად და ვერც აი ხელოვნურად იჭერს მაინც აი ამ იმის პოლიტიკური და ძალისმიერი მეთოდები. ჩემი ზოვი საუბრობდა ეხა ერთი 3 კვირის წინ როსტეხის გენერალური დირექტორი ფაქტობრივად მეორე ადამიანია რა. ფაქტობრივად ჩვენ იარაღს ვეღარ ყიდით. იმიტომ რომ ჩვენ იარაღს აღარ ყიდულობს აღარავინ. ინდოეთიც კი აღარ ყიდულობს. ხსნით? იმდენად ჩამორჩა. იმდენად ჩამორჩა. ხო აი არმატა რამდენი და კალაშნიკოვი იყო ყველაზე პროგრესული ავტომატი და კალაშნიკოვი ძალიან მაგარი ავტომატია, ნამდვილად ძალიან მაგარი, თუმცა შმაისერიდან არის განმოღებული რა. შმაისერიდან პირდაპირ კი ბატონო. ეს ნუ რაღაც ცნობილია ხა კალაშნიკოვის მითი ასე ვთქვათ რა. იმიტომ ამბობ რომ აქ იმდენად მე მესმის რომ ხა ჩემო საუბარმა შეიძლება ვიღაცა მოისმინოს თქვა აფრენსეს ბიჭიო ეს კაციო. ხა სერიოზულად ვამბობ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ქართველი ობიატელისთვის რომელსაც ჩემ და სამწუხაროდ იმდენი ტყუილი მიაწოდეს. მისი ჯერათ რომ ჯერა ამისი ესმით. ანუ ჩვენ სადამდე მივედით ისე ბატონო გუბას ქართულ-რუსული ურთიერთობების განხილვა გარკვეულ საზოგადოებაში, ნაწილ საზოგადოებაში ხდება მხოლოდ სტალინის მმართველობის 30 წლიან პერიოდში. ესმით. რა ის აი ნახე რა მაგარი იყო. კი რა საკუთარი. მაგრამ იმის შემდეგ შეიცვალა მსოფლიო. იმის მერე და მანამდე რა იყო და იმის მერე ის მითიც რომ აი რუსულ პოლიტიკურ ელიტას პუტინ სტალინი უყურს, არავის არ უყურს. მე არ ვამბობ მოსახლეობას. ჩვეულებრივი რუსი ადამიანი რასაკვირველია მას ნოსტალგიაც შეიძლება კონდეს სტალინის მიმართ და უყურს კიდევაც იმიტომ რომ წესრიგის ნოსტალგია. წესრიგის ნოსტალგია, მაგრამ ის ელიტა რომელიც ფაქტიურად სტალინმა ცელი გამოუსვა კისერში, კი ის ხა ვიზეც მაქვს საუბარი. იმას როგორ შეიძლება სტალინი უყარდეს და ის ერი რომელმაც სტალინის არ უმეტეს ჩვენ მით უმეტეს ჩვენ და ჩანს კიდევაც ფაქტია ხო მაქსიმალურად ვცდილობენ რომ დაგვახჩო საბჭოთა კავშირი ჩვენ დავშალეთო ხანდახან რომ ამბობს ხოლმე ვინმე მეცინება რა ელემენტარული ეხლა ხანს არის ხო ბელარუსკა ეპუშა პირველი ქვეყანა პირველი რესპუბლიკა რომელიც საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა რუსეთი იყო ჩემო ბატონო ჩვენ დავშალეთ ის ხელშეკრულება კი ბატონო 90 და იმას მოყვა საქართველოს გრევა მე დამოუკიდებლობის დაკარგვა და ყველაფერი მაგრამ ეს ჩვენი მაპატიეთ და უტვინობით და კუდაბზიკოვის ნაზავით. ხო, ნუ მათ კიდე ბევრი სხვა პრობლემები იყო და რომლებიც ახლა ცალკე განხილვის საქანია, რა თქმა უნდა. ჩვენ გვინდა არ გვინდა საბოლოო ჯამში მაინც მოგვიწევს ყველა მეზობელთან საუბარი და გარკვეულწილად ურთიერთობის გადალაგება და გადატვირთვა ყველასთან, მათ შორის რუსეთთანაც, მაგრამ გადატვირთვა, გადალაგება ურთიერთობის არ ნიშნავს მის ორბიტაზე შესვლას და ყველას. ბატონ გუბას ჩვენ ვართ მოგწონს არ მოგწონს ვინმეს მოწონს დაიჯერებს არ დაიჯერებს აბსოლუტურად არ მაინტერესებს იმიტომ რომ ეს სიმართლეა ჩვენ ვართ იმ უზარმაზარი უძველესი ბიზანტიური ცივილიზაციის ბოლო გადარჩენილი ნამსხვრევი ჩვენი ბუნებრივი საცხოვრებელი არეალი გახლავთ დასავლეთი ჩვენ იქაური ხალხი ის ხალხი ვართ კი შეიძლება არ მომწონს მე ბევრი რამე შეიძლება არ მომწონდეს იმ დასავლეთში და ნამდვილად არ მომწონს ძალიან ბევრი რაღაცა, იმიტომ ამ ნეოლიბერალურმა ამ სისტემამ ანუ გადადები უნდა ავიღოთ რაც სასახებია. მაგრამ არ მინდა რა ეს რაღაც ამ საფრთხეების ნიველირება, რასაც აპელირებენ ხშირად. რეალური პოლიტიკური ნების პირობებში ძალიან მარტივია რა. აი ძალიან არ გავატარები LGBT იმას მოთხოვნეს და რომ ტრამპმა ხო ხედავ აგერ მოუღო ერთ წამში ხო და აი მაგის ხალხია კაცი დამთავრა საუბარი მან. ის დროშა რომელიც რუსებმა დაიჭირეს დიდი სამით ხელში კონსერვატორული ვითომ და კონსერვატიზმი დაიყვანეს მხოლოდ LGBT-ს წინააღმდეგ ბრძოლასთან, ფაქტობრივად ამერიკის შეერთებულ შტატებმა წაართვა და ცენტრი ამ ბრძოლისა გადაიტანა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეხლა ძალიან რთულია დაждდიაკ და ილაპარაკო რომ დასავლეთი დაალპა და დაიღუპა და დაინგრა და უნდა თუმცა 40 წელიწადი მართლა გადაირიდნენ რა. ახლა ჩემი თვალით წაკითხულს გეუბნებით, შოკი მქონდა. ვიღაცა ჰოლანდიელი ადამიანი აპირებდა დაქორწინებას თავის ტერსასულზე, კაცო. იჩივლა სასამართლოში და სასამართლო მიცა უფლება რომ დაქორწინდეს. აბატია ეხლა ხო არ შეიძლება რა ყველაფერს აყვე, მაგრამ შო დამთავრდა. ძაღლებსა და კატებს რომ მილიონებს უტოვებენ ეს კიდე ეს 40 წელიწადი როგორც მოსემატარა ებრაელები 40 წელია იგულავეს ბოდიში ამ სიტყვაზე მარტო უფლებები დაამთავრდა ეხა მოვიდა დრო უკვე მოვალეობის ადამიანს უფლებების გარდა მოვალეობაზე რა თქმა უნდა ის ვალდებულია რომ
ისე ემსახუროს ქვეყანას როგორც საჭირო. და რა მოიტანა მე ამ 40 წლის ამოძრაობამ 40 წლის მანძილზე ესეც ხო განსაზღვრა არაფერი არ მოიტანა. არც არაფერი დიდი ალბათობით, ნუ შეიძლება ერთადერთი ვთქვათ რომ მოიტანა ვთქვათ ადამიანები ცოტათი უფრო მეტად შემწყნარებლები გახდნენ ამათ მიმართ. თუმცა ეს აღარ მინდა მაგაზე საუბარი, მაგრამ ფაქტიურად ეგენი არსებობდნენ და კიდე იარსებებენ. ხო და მაგათ გამო დღის წესრიგი და მაგრამ აი ამას რა უყოთ დავით გარეჯის საკის რომელიც საერთოდ არ არის ლაპარაკი არც ხელისუფლების მხრიდან არც ევროპული სახელმწიფოების მხრიდან ეს ხო ანექსია ფაქტობრივად ანექსია კი ბატონო და რატოა ეს ანექსია სუსტნი ვარ ხო ვერავინ ვერ გაბედავდა საქართველოს ინდონეზიების როგორც უნდა იყოს არა უცებ ჩამოაყენე ჯარი და აღენე დამთავრდა და ასე უცებ შესაძლებელია ჩამოაყენოს ჯარი გარდაბაში და ჩვენი ის იყო იქ ჩვენ ჯარიც იდგა ჩვენ ჯარი მოხსდეს იქიდან მე არ ვიცი ხა ამას რამდენად შეესაბამება სიმართლეს უბრალოდ ვიტყვი იმას რაც თქვათ ძალიან სერიოზულმა ხალხმა მითხრა რა ყარაბაღიდან რომ მოდიოდნენ სომხები იქ სერიოზულად ძალიან მაღალ დონეზე ითქვა ესეთი რამე დაპირდნენ მათ რომ რაგინას დამშვიდით რომ ყარაბაღის დაკარგულ ტერიტორიებს აგინაზღაურებს საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე. ხვდებით ალბათ რომ ტერიტორიებზე ვახ. ხო, კი. თუ იმას გავითვალისწინებ კიდე რომ ნაწილი ყარაბაღელი სომხების 2000 კაცი ჩასახლდა აფხაზეთში. ფანტასმაგორიად არ ჩანს ეს ყველაფერი და ამის ერთადერთი წამალი არსებობს ის რომ საქართველოს კიდე ერთხელ ვამბობ ამ რეგიონში რომელიც არის დასახლებული მგლებით მოგწონს თუ არა ესია. აქაც მგელი და მგელზე უფრო მეტად მგელი უნდა იყოს. ჩვენ აუცილებელია რომ ყავდეს ისეთი ჯარი, არ ვამბობ რომ ექსპანსიური ჯარი და მიდრეკილი თავის დასაცავად ყველა უნდა იცოდეს. გარაჯიდან რომ ეს გავაძეოთ ის ყველა უნდა იცოდეს რომ საქართველოსთან მაიმუნობა ესეთ თემებში არ შეიძლება. რა ჭირდება ამას? ჭირდება ძლიერი არმია. ძლიერ არმიას რა ჭირდება? ქვეყანაში არ იყოს ელიტარული კორუფცია ის რაც ხდება უკვე 30 წელიწადია ამ ქვეყანაში. ქვეყანაში იჯდნენ ისეთი ხალხი ქვეყნის სათავეში, რომელსაც ეს ქვეყანა შეიძლება ყველაზე ცუდი, ეს ხალხი ყველაზე საცოდავი დაბეჭდება, მაგრამ უყვარს. და უნდა მისი ფეხზე წამოყენება. აი ეს არის ამოსავალი წერტილი. თუ ამას შევძლებთ, მაგრამ ამისთვის ჭირდება დახმარება, ხო? ვიღაცა უნდა დაგვეხმაროს. და გზა მოვიჭერეთ ეგ უკანა. არა, ეს ნუ დროებით, მაგრამ ეს არის დროებით. რამდენი ხნით არის კაციშვილმა არ იცის, ეს დროებით სანამდე გასტანს. თული აი ეგ არის საქმე. ხო ხედავ უკვე ვალუტის ლარი როგორ დაეცა ლარი და 2.73-დან 2.87-ზე ავიდა. ეს არის განგრძობადი პროცესი. ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გველის წინ მე შორს ვარ იმაზისგან რომ ეხა ბახ და უცებ გაზაფხულზე გაუნათდება გონება ვიღაცას ჯერტი უფლებაც არა აქვთ რომ გააკეთონ რამე იმიტომ რომ დამოკიდებულია სხვა რამეზე. კიდე ერთხელ გავმეორდები დამოკიდებულია ტრამპის და პუტინის და სის ასე ვთქვათ ძელკაზე ჩვენი ბედი. მაგრამ შეთანხმებაზე ხო მაგრამ ეგ კიდე რა იქნება არ ვიცი კიდევ საკითხავია კი ბატონო რა იქნება და როგორ მოხდება არავინ არ ვიცი ჯერ და მით უმეტეს რომ არ არსებობს ამის ხედვა წინასწარი პოლიტიკური ხედვა არ არსებობს ჩვენი ხელისუფლებიდან სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებას თვითონ ჩაიყენეს თავი ესე მდგომარეობაში რომ არავინ არაფერს აღარ ეკითხება რუსეთი ხო არ ეკითხება და აღარ ეკითხება და იმდენ იქნეს რომ დასავლეთს არაფერს აღარ ეკითხება ჩემ და სამწუხაროდ. ნუ რაღა უნდა კითხო გაწყვიტეს ურთიერთობა ოფიციალურ დონეზე და იმიტომ ეს გამოსვლები და ესეთი ამბები და. ისეთ მასე რომ ჩაიკეტო გარკვეულწილად. თუ გასულ თქვენ ვასიკო მაღლაფელიძე რუხაძეს რო ესაუბრებოდა რა ცნობილის არის იქ ვასიკომ ვეღარა თქვა ბოლომდე მაგრამ თქვა რომ კაცო ბელორუსია ზურგი აქვს ანუ ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია რომ ზურგი ქონდეს რუსეთის აბარა ბუნებრივია მაგრამ იცით რას ხედავ და ვერა არაფერი არ იქნება ამ გაზაფხულზე. კი ეს გამოსვლები გაგრძელდება და კიდევ უფრო ძლავრი იქნება, მაგრამ ეს შემოდგომაზე როდესაც ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც უკვე ბევრი რამე გარკვეული. მანამდე თუ მივიდა საქმე. მე ვხედავ რომ მანამდე მივალ. მივა? კი, მანამდე მივალ, იმიტომ რომ ქარტიიდან გამომდინარე, შეხედეთ აი სალომესთან ქარტიაც რაც მოხდა. ველოდები რომ სალომე პარტიას შექმნის ალბათ. ხო, მაგრამ არაფერი ჯერ. ჯერჯერობით არაფერი ჩანს, მაგრამ ალბათ შექმნის ყოველ მიზეზს გარეშე. ეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, რომელიც არის კატასტროფა. აი ხა ხო დავდივარ ხოლმე მიტინგებზე ვუყურებ. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რა აგრესია ხალხში მათ მიმართ. რატომ ისმის კითხვა? იმიტომ რომ როგორც იქცეოდნენ, რაც დათესეს ის რამდენად რეალური ახალი პარტიის შექმნა ერო არის ლაპარაკი არა სალომეს არის ახალგაზრდებისგან ახალგაზრდა მოღვაწეებისგან იგივე ინტელიგენციას რო ვეძახეთ ის იმ თაობისგან ვისაც გამოცდილება აქვს აი არის ლაპარაკი რომ პროფესიონალები მოვიდნენ და პროფესიონალთა ხელისუფლება იყოს ვინც მართავს პროფესიონალურ დონეზე მაგრამ იმ პროფესიონალმა იცის ის რა ქვია პოლიტიკა აი ეგ არის საქმე
არის და ბევრს არა აქვს სურვილი სხვათა შორის პროფესიონალს მოვიდეს ხელისუფლებაში ან მინისტრად ან კიდე რაღაც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ისეთ რაშია საქმე ბატონ გუბას ჩვენ იმდენად დისკრედიტებული გახადეს პოლიტიკა თვითონ ქვეყანაში. ეხლა ესეც გეგმაა, იცით, ამას ერთხელ და ორჯერ არ გავუკეთებიათ რა. რუსებმა გააკეთეს ესეთი სიტუაცია. საქართველოს პოლიტიკური სპექტრი თავის დიდი უმრავლესობით გადააქცეს შაპიტოდ, ცირკად. ხსმით? ისეთი ხალხი წამოწიეს წინ ფაქტიურად, რომ გაოგნებული მიშტერებია ზუსტად ის პროფესიონალები და ადამიანები, რა საქართველოში ინტელექტუალები არ არიან, გონიერი ხალხი არ არის. თუ რა ეხლა ბოდიში და იმ პერიოდში სპარსეთის და ოსმალეთის იმპერიის უმაღლეს დიპლომატიას ვატრიალებდით ხოლმე ჩვენ ჭკუაზე და ისეთი მხეცები იყვნენ ჩვენ. მარტო ბოდიში და საქართველოს ისტორია ყველას ქეც ვიხრი ჩვენი სინეპრევის გაშმა ხლის ქნება არ იყო მარტო. ჩვენი ისტორია, ჩვენი ერის ისტორია პირველ რიგში არის ბრწყინვალე დიპლომატიის მქონე ერის ისტორია. და იქამდე უნდა მივიდეთ ეხლაც და მე ვფიქრობ და დარწმუნებულია რომ გამოჩნდება აუცილებლად ახალი პოლიტიკური ძალები. აუცილებლად გამოჩნდება. გაერთია, მაგრამ საფუძველი ჯერ არ ჩანს თითქოს. აი მოძრაობა არის, ახალგაზრდების მოძრაობა, გამოსვლები, აი ეს თვითდინებით მართვა ამ პროცესების, მაგრამ ამის შეკავშირება რაზეც არის ახლა ლაპარაკი, რომ უნდა ეს დასრულდეს და რაღაცა შეიქმნას ამის საფუძველზე, რომ რაღაც წინ წავიდეს პროცესი. აუცილებლად და პროცესი არის ჯერ გაჩერებული ერთ ადგილზე, აი ამ ქუჩაში იმით, მაგრამ აი თუ გამოვიდა, ვთქვათ, აი 200,000, 300,000 კაცი, როგორც მიშას დროს გამოვიდა მაშინ, აი მაშინ შეიძლება რაღაც პროცესი პოლიტიკური ცვლილებები მოხდეს. ასე იყო უკრაინაში, ასე იყო იმაში რუმინეთში ჩაუშესკუს პერიოდში. ხო, მაგას გულისხმობ 500,000 კაცი გამოვიდა მოედანზე და იქ დაამთავრეს ჩაუშესკუს ხელისუფლება. ჩვენთანაც, ოღონდ ჩვენთან შეიძლება ოდნავ სხვანაირად მოხდეს, მაგრამ ეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენა, ეს არის ორი აზრი არ არსებობს, ეს არის აი გარდუვალი პროცესი. გარდა ამისა, აი წარმოვიდგინოთ ერთ წამით ქალბატონ სალომემ შექმნა პარტია. რაც საკვირველია დახმარება. მაგრამ შექმნის იგივე ხალხისგან, ხო, რაც გვერდში უდგას. აქ არის ერთი ძალიან სერიოზული მომენტი. სალომე ვერაფერს ვერ შექმნის, თუ მას არ ეკნა სერიოზული მხარდაჭერა დასავლეთიდან, რომელიც დღეს სახეზია, მაგრამ ეს ჯერჯერობით გამოიხატება, ასე ვთქვათ, ესეთი კულტურული მესიჯების დონეზე. დამერწმუნეთ, რომ დასავლეთში იმაზე მეტი იციან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და რა თქმა უნდა, დაზორვა მუშაობს. ამ აგენტურას, რომელიც დღეს დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი ქართულ სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ისევე როგორც სხვა დარგებში. მას არავინ აღარ მოუშვებს ხელისუფლებაში რა. დამთავრდა. ეს შეიძლება ერთ-ერთ შემთხვევაში მოხდეს, თუ კი რუსეთს დაუტოვებენ ქვეყანას საქართველოს. რასაც ის ზარბჯერა და რაც შეუძლებელია, იმიტომ რომ აი როგორ უნდა წარმოიდგინოთ ახლა ერთ წამით. ყაზახეთი წაართვეს, მთელი შუა აზია წაართვეს, სომხეთიდან გამოაძევეს კაცო ფაქტიურად. და სომხეთი პირველი ის იყო მხარდამჭერი რუსეთის. ბატონო ყოველთვის, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და დღეს საქართველოს და სომხეთი აი როგორი იეზუიტური სიცბიერით არის გაკეთებული. საქართველოს და სომხეთი ფაქტობრივად ერთ ნავში ჩააძინეს რა. რუსეთის საერთოდ, მაგრამ საქართველოს თუ ჩამოეშალა ამ სიტუაციას, ჩამოეწია ამ სიტუაციას და რუსეთისკენ გადაიხარა, სომხეთი მყარია ფაქტობრივად, ვერაფერს ვერ შეძლებს. ის არის ტუპიკი. თუმცა ზანგიზურის კორიდორმა შეიძლება მაგ შემთხვევაში იმუშაოს, მაგრამ ჩვენ გავხდებით ფაქტობრივად ჩიხი. ჩიხი. რატომ ის გავა ევროპის? ის გავა ევროპის. რატომ უნდა გავხდეთ? რატომ უნდა გავხდეთ ჩიხი? ხო. ამიტომ აქედან გამომდინარე ძალიან ეჭვმეპარება რა რუსეთს საქართველოს. რუსეთი შეეცდება. რა თქმა უნდა, ცდილობს კიდეც და მაქსიმალურად მას დიდი იმედი აქვს საქართველოში არსებული კოლაბორანტების და მეხუთე კოლონის. საფუძვლიანი იმედი აქვს სხვა შორის, იმიტომ რომ რასაც ხედავთ, მე არ ვლაპარაკობ მარტო ოცნებაზე, იცით, აქ არ არის მარტო ოცნებაზე საუბარი. ზოგადად ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის ოპოზიციური, ძალიან მძიმეა. ეს ჩანს, მე კი არ ვამტკიცებ ამას. მე უბრალოდ ყვები იმას, ახლა რასაც ვხედავ ჩემი პოლიტიკურ აქციებზე რომ ახალგაზრდებს რო ველაპარაკები, წარმოუდგენელი აგრესია ბატონო, გას მათვე. არ ვიცი, ნუ რა მოუყვე. ვაშაძეს, ჯუნიორ ვაშაძე ერთხელ ტელევიზიასთან მივიდა და დილა იყო ადრე. უნდა გენახათ რა უკნა იქ ახალგაზრდობა. ცოტას და ალბათ გალახავდა. შენ ეხლა რომ მოხვედი აქ დილის 6-ზე და გამთვარი გალამაზებული ყავადალეული, ეგრე სად არის აქ ტელევიზიას მიეცემა და მიდიხარ აქედან. აი, საშინელი აგრესია და ეს კარგი არ არის. იმდენად დაპირისპირებულია უკვე ერთმანეთთან ეს. ან მე ან შენ ეს მდგომარეობა და მე გმაშფოთებს და მაგიტო ვარ ცოტა
შეშფოთებული, იმიტომ რომ ღმერთმა დაიფაროს და აქ რაღაცა არეულობის გავსი რომ მოხდეს და ამერწმუნეთ იმავე წამს ჩვენი მეზობლები აღარ მინდა ხა მარტო რუსეთზე კი არა საუბარი. ჩვენი მეზობლები ულაპარაკოთ ისარგებლებენ ამ სიტუაციიდან და ჩვენ შეიძლება ძალიან ძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდეთ რა. ხო, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ბიძგი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის. ახალი პოლიტიკური პარტიები აუცილებლად გამოჩნდება. ეს არის მაქსიმუმ გაზაფხულის ბოლო. აქედანაც წამოსული ახალგაზრდობის წიაღიდანაც წამოსული. გარდა ამისა არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მიზან მიმართულად გამომდინარე იქიდან რომ ის არ ჭირდება არავის და ბიძინას პირველ რიგში ნუ იქნებით მიამიტნი რა. ვიცოდით, ხო ვიცით ყველამ რომ ეს კაცი მართავს რა. რომელიც ბიძინას არ ჭირდება, ბიძინას ჭირდება ის პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დღეს არის. სააქციო საზოგადოებად რო წარმოვიდგინოთ დღეს საქართველოს 100%-იანი საკონტროლო პაკეტის 100% უჭირავს ბიძინას. კი ბატონო. და ბანკუით რუსები რო იყვნენ. ისე თამაშობს როგორც მას თვითონ აწყობს. აწყობს ეს პოლიტიკური სპექტრი. სხვას ამ ველზე არ უშვებს, მაგრამ ის იძულებული იქნება. უნდა გახდეს რომ იძულებული გახდება, სხვანაირად შეუძლებელია და რა თქმა უნდა. ხედავ აი თვითმმართველობის არჩევნებში ფიქრობ რომ ეს დაიწყება თვითმმართველობის არჩევნიდან 20 წელიწადში. მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას. აუცილებლად, წესით არ უნდა მიიღოს. ოღონდ ეს ოპოზიცია არა მარტო. არა, რო არ მიიღოს, ხო ჩაიშლება კიდე. აუცილებლად. რო არა, მიიღებს და კიდე გააყალბებს კიდე იმას და მე გავიმარჯვე ვითქვის. შეხედა ბატონ გუბას თქვენ აპელირებთ ახლა არსებულ პოლიტიკურ სპექტრზე. მე აპელირებ იმაზე, რაც ვფიქრობ და ვთვლი რომ გაზაფხულის ბოლოს მათ შორის სალომეს პარტიაც იქნება. თუ და კიდევ არაერთი პარტიები იქნება, რომლებიც რეალურად იქნებიან პროდასავლური მიმართულებით. არა, რა მნიშვნელობა მაგას თუ გააყალბა ისევ. აი თუ გააყალბა, აი მსგავსად ამისა. აი თუ გააყალბა მსგავსად ამისა, მე არ ვიცი რა შეიძლება. აი ეგ არის საქმე. მე არ ვიცი თუ კი ვინმე ჭკუატყოფელი ადამიანი დღეს გამოჩნდება და მეტყვის რომ ქართულ ოცნებას დღეს თბილისში შეუულია 53 და 54% აიღოს დღეს. თბილისში წაგებული ქონდა მაგას. ბატონო, ყველა დიდ ქალაქს წააგებენ. ოღონდ ეს იქნება უკვე იცით როგორ მანამდე უკვე გადალაგდება სიტუაცია ტრამპს და უკრაინას და პუტინს და ასე შემდეგ შორის. ეს სიტუაცია მივალთ იმ თვითმმართველობის არჩევნებად და ზუსტად აი ქარტიაში და ჩააწერინა სალომეს თუ ჩაწერა თვითონ როგორც ნებოცა გაიგეთ რომ ერთ წელიწადში უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. ხო. აი ზუსტად მაქედან მომავალ გაზაფხულს, ამარა მომავალ გაზაფხულს ჩვენ ვნახავთ საპარლამენტო არჩევნებს. ოღონდ ჯერ იქნება თვითმმართველობის არჩევნები და მონოპოლია ოპოზიციაზე როგორც დღეს არის. აი მონოპოლისტები რო არიან, ეს აღარ იქნება რა. და ამას ითხოვს დასავლეთ და ამას მოითხოვს საბოლოო ჯამში. ოღონდ რუსეთთან და დასავლეთ შეუძლია თავისი ექსპერტები რომ თვითონ კომისია რო იყოს აი დასავლების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული რომ გაყალბება აღარ მოხდეს. არის ასეთი პრაქტიკა კი ის ახლა თქვენ ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა მოწვევით ჩაუტარებიათ თვითონ. ჩვენთან არც მაგის აუცილებლობა არ არის და არა როგორ არ არის ხო ხედავ რეები ხდება კაც. თუ შეიქმნა რეალურ არა ამასთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად აქ იძულებულები გახდებიან რომ წააგებენ ყველაფერს და წნეხი რო იქნება და ამასობაში ეს რუსეთ-უკრაინის თემაც გადალაგდება იძულებულები იქნებიან რომ ტექნიკურ მთავრობამდეც მივიდეთ როგორმე რომ ერთ წელს ჩატარდეს და ეხა თლად ესე მარტივად არ ამგონია გამოძვრენ და რა ვიცი ნახოთ რა კარგით, აბა მომავლის იმედით გავამთავროთ ჩვენი გადაცემა. ხო და მადლობა ძალიან საინტერესო იყო. ხო, ვფიქრობ რომ საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა აი ამ საერთაშორისო ასპექტის მიმოხილვით, რა შეიძლება გაკეთდეს, რა მოგველის და როგორ შეიძლება წარიმართოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ყველაფერი კარგი მოგველის ვფიქრობ. ნუ მომავლის იმედით ვიყოთ ჯერჯერობით. ნახვამდის კარგ გაბრძანებას. დიდი მადლობა.